მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებითა და აჭარის, თელავის, გორისა და ქუთაისის კულტურული ცენტრების თანაორგანიზატორობით ფოლკლორული სიმღერის დათვალიერება კონკურსს ჩაეყარა საფუძველი. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. რეგიონალური ტური, რომელმაც ბათუმში, თელავში, გორსა და ქუთაისში გამოავლინა თავიანთი რჩეული ანსამბლები და დასკვნითი ტური, რომელსაც დედაქალაქმა უმასპინძლა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საზეიმოდ დაიხურა. ეს ფესტივალი კონკურსი დათვალიერება წელს პირველად ტარდება და საპილოტო ვარიანტია, იმისთვის რომ გვენახა მთელ საქართველოში რა მდგომარეობაა ფოლკლორთან მიმართებაში, როგორ ხდება ფოლკლორის შესწავლა, რა მდგომარეობაა, რა რეპერტუარს ფლობენ, რამდენად არის ამაზე მოთხოვნა, რომ ჩვენ ვიცოდეთ და ჩვენმა ახალგაზრდებმა იცოდნენ, როგორ უნდა შეინარჩუნონ თავის ქვეყნის ტრადიციები. მთელი საქართველოდან ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა და დღეს არის დასკვნითი ეტაპი. კონკურსის ჟიური მუშაობს, 200-ზე მეტი მონაწილე ჩამოვიდა ამ დღისთვის ეროვნულ სასახლეში. შედგება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ასევე კოლექტივების ხელმძღვანელებთან, რომ მათ ბატონმა თემურმა და ჟიურის სხვა წევრებმა, პროფესიონალმა ფოლკლორისტებმა მიცენ რჩევები, რათა მომავალ წლებში კიდევ უფრო მაღალი თამასა იყოს ასეთი ტიპის კონკურს დათვალიერებებისთვის. მადლობა ყველა მონაწილეს, მადლობა ყველა რეგიონის ჩართულობისთვის. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. ხუთკაციანმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, საქართველოს სახალხო არტისტი თემურ კევხიშვილი, კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე, მუსიკოსი დავით სინცაძე და ხალხური საკრავების პედაგოგი ლევან ქორიძე. დაწესებულ ნომინაციებში გამარჯვებული შემსრულებლები და კოლექტივები გამოავლინა და დიპლომები დააჯილდოვა. ახლა ვარ აფხაზეთიდან. დღეს მივიღეთ ამ ფესტივალში მონაწილეობა, შევასრულეთ ოსური მელოდიების პოპური და მეგრული სატრფიალო, რომელიც ეკუთვნის ქალბატონ იამა ისაიას და მისი, რა თქმა უნდა, თანხმობით ხალხურად ავაჟღერე ეს სიმღერა. ნებისმიერი კონცერტი, ფესტივალი, კონკურსი მნიშვნელოვანი არის ბავშვებისთვის, პროფესიონალისთვის, ამაღლებისთვის, გამოცდილებისთვის. აქ ვეზიარებით ერთმანეთის, სხვადასხვა ანსამბლები ვეზიარებით ერთმანეთის რეპერტუარს, გამოცდილებებს და რა თქმა უნდა ეს მოხარული ვარ და მადლობელი ვარ ბატონი თემურის, რომ ამ ხელა საქმეს ჩაუდგა. რადგან ეს აუცილებელი არის ჩვენი მომავალი თაობის გადარჩენისათვის. ჩვენ ჩამოვედით წყალტუბოდან, ამაოდ არ გამოგვივლია რა თქმა უნდა ეს გზა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს. ბევრმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და მივხვდით ამით, რომ არ იკარგება ქართული ფოლკლორი. მე ჩამოვედი წალენჯიხიდან. მომეწონა კონკურსი, იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო ძალიან კარგი გუნდები და ასეთი კარგი შემსრულებლები. ბევრჯერ დატარდებოდეს, იმიტომ რომ ბავშვები ამით წარმატებას მიაღწევენ. როგორც ჟიურის წევრებმა განმარტეს, ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მასში მონაწილეობა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს, თვითმოქმედ ანსამბლებს, კოლექტივებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს შეეძლებათ. მაშინ ვწმუნდები, რომ ეს საქმე, ეს წამოწყება რამოდენიმე წლით ადრე უნდა ყოფილიყო. ჩვენ თუ დავკარგეთ ქართული სიმღერა და ქართული ცეკვა, საქართველო აღარ იარსებობს. მე დიდი მადლობა უნდა გადაუხადო მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ დონე უკეთესი იქნება გაისად. მთელ მსოფლიოს ჯობივართ ამით, ჩვენი ფოლკლორით და მაგას გაფრთხილება და მოვლა ჭირდება. ფესტივალი, რომელიც სასახლის თაოსნობით ჩატარდა, ეს არის სასინჯი, რომ აგვიგო რა ეტაპზე არის საქართველოში აი ეს ფოლკლორული საქმიანობა. მკაცრად არ ვშით, იმიტომ რომ მივცეთ საშუალება, რომ უფრო შემდეგისთვის უკეთესად მოემზადონ და უფრო კარგი დონე აჩვენონ. კონკურსის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდებს შორის ხალხური სიმღერის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, ფოლკლორით დაინტერესებული მოზარდების ხელშეწყობა და წახალისება, რეგიონში არსებული შემოქმედებითი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისთვის გაცნობა.